მე და ჩემნაირები вообще აზრ არ ვიყავით. რა არის ჩერნობილი, რა არის რადიაცია? Держи, где дым идет? Где дым? 17 კილომეტრით ვიყავით ჩერნობილიდან დაშორებული სოფელი იყო აპაჩიჩი. На атомную станцию выезжайте, там третий, четвертый блок горит крыша. 40 წლით უკან დაუბრუნდეთ. На Чернобыльской атомной электростанции произошла авария. 1986 წლის 26 აპრილია. А там люди есть? რამე დამცავი გეცვათ, აი როგორ იყავით და მარტო მასკა. ჯანდაბას რაც იქნება, ყველა მოიხსნა მე ეს აიწინაღები და ამ სურათს რო ვიღაცა რო ნახავს, ჩერნობილში იყო და იცის რას ნიშნავს ეს სურათი. გაწმენდით სამუშაოებში 600,000-მდე ლიკვიდატორი მონაწილეობდა. ხარი რო შეუბერავდა ძალიან დიდი ხარი. ედაში ყელში რაღაცა ეგეთი გემოსავით იყო რომ აშენია ქონდა რომ ყველაზე დაგე პაშლა რადიაციანად და ეგეთი გემო იყო ისა. მარწყი იყო იცით როგორი ჩვენი ხელით რო ვკრიფავდით. აი კაი ზომის ვაშლი რო აიღო. მე ეგეთი მარწყი ცხოვრებაში არ მიჭამი, ეგეთი ტკბილი. მე ვარ ანდრო კაცაძე, ვარ ჩერნობილის ლიკვიდაციის მონაწილე, ამ სურათზე ვარ 34 წლის. მე ვარ ელენე კერესელიძე და ამ სურათში ვარ 30 წლის. ისინი ჩერნობილში გაგზავნეს, თუმცა მათთვის არავის გაუმხელია, იქ რისთვის მიდიოდნენ, ან რას აფრთხეელოდათ. ლიკვიდატორი ეგ ნიშნავს რომ აი ის ადამიანები ვინც იყვნენ 30 კილომეტრიან ზონაში. მარტო ეგენი ითვლებოდნენ ლიკვიდატორი. თორე ჩერნობილში ზოგიერთი ზონის იქით იყვნენ ეგენი ლიკვიდატორად არ ითვლებიან. 17 კილომეტრით ვიყავით იმ ჩერნობილიდან დაშორებული სოფელი იყო აპაჩიჩი. ორადორი მოსახლე იყო, ისიც მოხუცები და ცოცხალით რო ვერ გაიყვანეს რა. თუ გვიწერიო, აქ გვირჩევნია მოგვდეთო ორი ეს მოსახლე იყო მარტო და დანარჩენი სულ ჩაკეტილი, სულ გაუბედურებული. აი ძალიან ცუდი შეგნებაა, რომ აი ტარი ის ზონა რა, როგორც იტყვიან, აი საერთოდ რომ სულიერი რო არ დადიოდა. სოფლიოში ყველაზე დიდი ატომური ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა. მაშინ მონაწილეობდნენ ქართველი ლიკვიდატორებიც. მექანიკური ნაწილი იყო ჩვენი, დილით გადიოდნენ ბიჭები, აი სახლები რო იყო სოფელში დარჩენილი კრიშას, აი შიფერს ცხნიდნენ ისა და მე მანქანაში და მე მიქონდათ მაგილნიკი რო ეძახიან, სადაც აი ყველაფერი რაც რადიაციონერი აქვს, ამოთხრილი დიდი ორმო და იყრიდნენ ყველაფერი. მანქანებიც იყო იქ, ავტობუსები, ტროლეიბუსები იყო იქა. ტყეში, შუა ტყეში. მე თვეში ორჯერ მაინც მეწეოდა იქ წასვლა, იმიტომ მე ვიყავი ნაჩალნიკი შუა სკლადა. ეს ჩვენგან რომ მიდიოდნენ ბიჭები, რომ შედიოდნენ ზონაში, უკან რო გამოდიან, ხო გადიან ისა დუში, ისა ბანაო და მე თუ რამე გასინჯვილია, თუ რამე სპეცოვკაში იყო რადიაცია, ეს გვერდზე ედებოდა. ჩემი მოვალეობა იყო, ჩემი ნაწილის მოვალეობა, ყველა ნაწილი შეგერე იყო. ამას ვაგროვებდით, ჩექმა იმას იყოს ერთადლი და როცა ცოტა ერთი მანქანისთვის გროვდებოდა, მე მიმქონდა მაგილნიკში და ვაბარებდი იქა, იქა თლიდნენ ყველაფერი და თვეში ორჯერ მომენტ მეწეოდა იქეთ წასვლა. არც შიში, არც ისეთი შეგრძნება, რომ ვაიმე სად მიდიხარ და ეს არ გქონია. გვაგზავნიან რაღაც ვალდებულება გვაქვს ეს რომ უნდა მოიხადო შენი ვალი. რატომ მიდიოდით რისთვის? არა, მაგას არ უნდა გეკითხებოდა. მაშინ ხო კინოებში არ არჩენებდნენ მაგას. ჩერნობილში რომ მოხდა და პირველი მაისს არ ჩაატარეს, ისა უკრაინაში, იმიტომ ხალხს არ ეუბნებოდნენ სინამდვილეში რა არის და რა არის მაგის შემდეგი. რა სამართყოფობა არის, ვაფშე მაგაზე ჩვენ არ ვიცოდით. ვიცოთ რომ მივიდოდეთ და უნდა დავეხმაროთ ხალხს და სპეცბორები და 6 თვე ვიქნებით ბორში იმაში და მე ჩამოვალთ სახში. Удостоверение участника ликвидации последствий аварии на Чернобыльской АЭС в 1987 году, 87 წელს, აგერ. ესეც მე ვარ. აი პალატკა კაცები ცხოვრობდნენ და აი ხო, კი, და ეს სურათები დანჩენი აი ეს უკვე ჩვენი საცხოვრებელი ის იყო. ესეც იქ კი, აგერ ეს მე ვარ. აკაც აი ქართველები სულ ჩვენო ვართ აქა. ეგენი ის ჩემი ნაწილი, სადაც მე ვიყავი.
ეგ არის ეგ სურათი, ვინც იყო ჩერნობილის თვითონ სკოლას აქვს იგი გადაღებული სურათი. აი გარი ხიდი, აგი პრიპეტი, царელი პრიპეტი. ამაში ომის დროს ფაშისტები აი ამაზე როგორც აი ვეშალი პარტიზან აი ამ ხეზე, იმიტომ არის აი გაკეთებული და ამ სურათს რო ვიღაცა რო ნახავს, ჩერნობილში იყო და იცის რას ნიშნავს ეგ სურათი. 40 წლით უკან დავბრუნდეთ. 1986 წლის 26 აპრილია, შაბათი. ღამის პირველი საათი და 23 წუთი. უკრაინაში ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მეოთხე რეაქტორი ფეთქდება, რასაც მასიური რადიაციული გამოფრქვევა მოჰყვება. Это вы по ЧС-2? Да. Что у вас там горит? Взрыв на главном корпусе, между 3 и 4. А там люди есть? Да, Поднимай над состав. поднимаю, начальника поднял. Так всех, весь офицерский состав, офицерский корпус поднимай. ორი ძლიერი აფეთქება რეაქტორის სახურავს გახსნის. ხანძარს რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ჩააქრობენ. კატასტროფის მიზეზებად დასახელდება არასწორად ჩატარებული ექსპერიმენტი და უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევა. ამ ექსპერიმენტს უნდა გაერკვია, შეძლებდა თუ არა ტურბინა ელექტროენერგიის მიწოდებას რეაქტორის ავარიული გამორთვის დროს. საბჭოთა მედიამ ეს ამბავი 2 დღის დაგვიანებით გამოაცხადა. მოკლე, მშრალი ინფორმაციით. От Совета министров СССР. На Чернобыльской атомной электростанции произошла авария. Поврежден один из атомных реакторов. Принимаются меры по ликвидации последствий аварии. Пострадавшим оказывается помощь. Создана правительственная комиссия. Некоторые агентства на Западе распространяют слухи о том, что якобы при аварии на АЭС погибли 1000 людей. Как уже сообщалось, фактически погибли 2 человека. Госпитализировано всего 197, из них 49 покинули госпиталь после обследования. Работа предприятий, колхозов, совхозов и учреждений идет нормально. The safety measures at their reactors ever since უცხოელი ჟურნალისტები ამბავს უწყვეტ რეჟიმში აშუქებდნენ და დაფარული დეტალების გარკვევას ცდილობდნენ. There has been a nuclear accident in the Soviet Union and the Soviets have admitted that it happened. The Soviet version is this. A nuclear accident has occurred at a Soviet atomic plant in the Ukraine. წარმოდგენა არ ქონდა, იმიტომ რომ ეხლა აფეთქდა, ეხლა ჩვენ ხო არ ვიცოდთ, ეხლა იმდენად გარკვეული არ ვიყავით იმაში, რომ ეხლა რადიაციული ისა დავედით ჩვეულებრივად, რომ ის ჩვენი ეს რახან ჰოსპიტალი იყო, ეს გოგონები იყვნენ ექთნები და სამედიცინო პერსონალი ეხლა აზერბაიჯანიდან ექიმები იყვნენ, სასონხეთიდან, საქართველოსდან, ბევრი იყო ექიმები, მაგრამ ექთნები ის მარტო საქართველოსდან, იმიტომ რომ არც ერთმა არ გაუშვა ისა. გოგოები არ გამოუშვეს. საიდუმლო საქმის წარმოებელი ვიყავი მე იქ. და მე რაც ვიცოდი, ბევრმა არ იცოდა და არც უნდა ეცოდნოდა, მაგრამ Ай старший машины, справка. Старший сержант Кацадзе Андрей Андреевич разрешается выполнять обязанности старшего машины, выполнять, значит, Аранная, Чернобыльская АЭС, Терехи, Иванкова, Горностай да Зеленый мыс. А чей маршрут его егем? Тель Чернобыль. რამე დამცავი გეცვათ, აი როგორ იყავით და Марту маска. Магаса заходны лепесток, ра? Ეხლა ხო არის მასკები და იქ ეგეთ თეთრი ყოველთვის ეგ მასკები ხონდა აუცილებლად. ტანზე? ტანზე არა, აი იმიტომ ტანზე უბრალოდ ტანის ამოსი. და შესვლისა გამოსვლისა გისინჯამდენ, მანქანასთან მთლიან იმასა. თუ რაღაცა მისა სიგნალი თუ მისა იმანა, всё. ეგ უნდა გაიხადო დატოვო, ახალგაზრდა და მე მეუბნებოდი, რაგი უნდა ჩამოიტანო. შენ ნაწილიდან არის კაც აქ ნავაგებად 5 ჩეკმა რადიაციული კიდე რაღაცები და даже იმაში პროსტინები რო აბანო ხო იყო ჩვენ რომ მიქონდა კვირაში ერთხელ პროსტინი სამროცხარად იქაც სინჯამდენ თუ გაქისა ეგ ცალკე ორსართულიანი საბავშვო ბაღის შენობა იყო სულ ესენი ეს თოჯინები და ეს სათამაშოები და ეს სუესე ყარა მე რა თქმა უნდა ეს ჩვენი გასასუფთავებელი დაავალაგეთ ისე და მოვეწყოთ გოგოები იქ ვიყავით მამაკაცები პალატკები სამხედრო პალატკები იყო და იმაში ცხოვრობდნენ და სამსართულიანი შენობა იყო სკოლის შენობა, რაშიც ჰოსპიტალი გაიხსნა. ვინც რეაქტორზე მუშაობდა, ისინი იქიდან უნდა მოეყვანათ, მაგრამ არ შემოდიოდნენ და რა ვიცი ახლა არ შემოდიოდნენ და რა ვიცი რომ მიხვდნენ რომ უკვე რომ არაფერი არ გამოვიდოდა და ის 5 თვე რომ გავიდა და შემცვლელი ჩვენ არავინ არ ყავდა, მე მოვიდა ბრძანება რომ როგორც გავხსენით ისევე დავკეტეთ და წამოვედით.
საბჭოთა მთავრობამ კატასტროფის ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მხოლოდ 36 საათის შემდეგ მიიღო. 100,000-ზე მეტი ადამიანი გადაასახლეს. ქალაქი პრიპიატი სრულად დაიცალა. Внимание! В связи с аварией на Чернобыльской атомной электростанции в городе Припяти складывается неблагоприятная радиационная обстановка. Возникает необходимость провести временную эвакуацию жителей города в близлежащие населенные пункты Киевской области. ჩერნობილის ავარიას ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით ყველაზე მაღალი მე-7 დონე მიანიჭეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, კატასტროფიდან რამდენიმე დღეში კიევში დიდი საპირველ მაისო აღლომი მაინც ჩატარდა. Победителей предмайского соревнования тружеников Дарницкого, Советского и Ленинградского районов Киева приветствовали член политбюро ЦК КПСС. რადიაცია მთელ ევროპაში გავრცელდა, თუმცა ყველაზე მეტად დაზარალდა უკრაინა, ბელარუსი და რუსეთი. ეს არის ნაკაპიტილი. აი ამაში ჩინჯამდე რამდენი რადიაცია გაქვს მიღებული და იქ იყო ფონი 0.2, 0.3 თითქმის ყოველდღე. აი თან ხარი რო შეუბერავდა ძალიან დიდი ხარი. აი და ყელში რაღაცა ეგეთი გემოსავით იყო რომ აშენია ქონდა რომ ყველაზე დაგე პაშლა რადიაციანად და ეგეთი გემო იყო ისა. და რო გიზომავდნენ რამდენი იყო ხოლმე? არ გვეუბნებოდნენ. მაგას არ გვეუბნებოდნენ. მე ბოლოში სამხედრო ბილეთში ჩაგვიწერეს. С такой-то вот такой дозой радиации облучение составляет 4,534 бера. ორი კვირა ძალიან გაგვიჭირდა. ჯერ დაგვირიგეს ის აირწინაღები. რო ვითომ მაგითი უნდა გვევლო, მაგრამ ეს არის საშინელება იმითი ორი კვირა რო დავდიოდით, ისიც აი სასწაული მაგითი ზაფხულში თან. მერე უკვე იმას ვიძახოდით, რომ ჯანდაბას რაც იქნება, ყველა მოიხსნა მერე ეს აირწინაღები და როგორ გითხრათ, აი პირი გვიშრებოდა, სულ წყალი, სითხე ისა, რომ აი ესეთი ის იყო, რომ უწყლოდ ერთი წუთი ვერ გაჩერდებოდი, სულ წყალი უნდა გესვა. მარწყი იყო, იცით როგორი, ჩვენი ხელით რო ვკრიფავდით, აი კაი ზომის ვაშლი რო აიღო, საშუალო ზომის ვაშლი, იმ ხელმარწყები და მე ეგეთი მარწყი ცხოვრებაში არ მიჭამია, ეგეთი ტკბილი. ცხოვრებაში თევზი არ მიჭამია და სოკო, მაგრამ ეხლა იქ ისე რომ ხარ ვერსად ვერ მიდიხარ, ძალაუნებურად წაყვები ხო, რომ ცოტა დრო გავიდეს და გაერთო რაღაცით. ხო, იქ ისეთი ის არისო, ან ტელევიზორისთვის გეყურებინა, ან სადღაც წასულიყავი, ისე გამორიცხული იყო და აი ესე ხან ოთახში ვიკრიბებოდით ხოლმე ერთმანეთს ეს საუბრობდით ისა და ესე გადიოდა დრო. 1986 და მის მომდევნო წლებში გაწმენდით სამუშაოებში 600,000-მდე ლიკვიდატორი მონაწილეობდა. საქართველოდან მხოლოდ ეგრეთ წოდებულ სპეცსბორებზე 2,000-ზე მეტი ადამიანი წაიყვანეს. პრიპიატში რო გავლიდი მანქანით, პრიპიატში სულ ცარიელი ქალაქი. მერტვი გორად რო იტყვიან, აი ეს, აი დანგრეული და ყველაფერი რო კაცშვილი რო არ არის, აი ეს რაღაცნაირად, აი შიშით აი კორპუსით გას, ყველაფერი გას, детская площадка რო არის და რო კაცშვილი რო არ არის, აი მარტო ძაღლები რო დარბია. ძალიან ცუდი შეგრძნება, აი ძალიან ცუდი რა, აი რაღაცნაირად ითრგუნები ადამიანი, რომ აი კაცის შვილის ჭაჭანება რო არ არის და ეს ეხლა რა თქმა უნდა არასასიამოვნო შეგრძნება იყო ეხლა ამის გახსენება, არც ჟურნალისტებმა დამიარა ეხლა მდინარე ხო გადის ეგ პრიპიატის მდინარე. იქაც თუ გინდა თევზიო, თუ გინდა ისა, пожалуйста, არ არის პრობლემაზე. მაგრამ даже წყლის დალევა არ შეიძლება, დიდი ცესარნასოეთ იყო, მაგრამ ყოველთვის მოქონდათ მინერალური წყალი და ხანდახან კოკა-კოლა, პეპსი ეგეთი რაღაცა. არა ხშირად არ იყო. ერთადერთი სულ ყოველთვის კარგად მახსენდება 170 კაცი, როგორც ერთი დიდი ოჯახი ისე ვიყავით. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური თავიდან ბეტონის სარკოფაგით დაფარეს. დაახლოებით 10 წლის წინ კი რეაქტორიც და ეს მოძველებული სარკოფაგიც ახალი დამცავი თაღოვანი კონსტრუქციით შეფუთეს. ატომური კატასტროფის შედეგად გარდაცვლილი და დაზარალებული ადამიანების ზუსტი რიცხვი დღემდე უცნობია. ოფიციალური ცნობებით პირველ დღეებში 30-მდე ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა მოგვიანებით გავრცელდა გაეროს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რიცხვებიც, რომ რადიაციით გამოწვეული დაავადებების გამო დაახლოებით 4,000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა სხვა კვლევებით ჩერნობილის მსხვერპლთა რიცხვი შეიძლება 10,000-ობით ადამიანიც იყოს.
მე და ჩემნაირები ვაფშე აზრ არ ვიყავით. რა არის ჩერნობილი, რა არის რადიაცია? და მე რო ჩამოვედით, მე დაგვეწყო ყველაფერი. მე რო თბილისში ჩამოვედი, 3 თვე არ დამიძინია. საწოლზე ვიჯექი და აეგრე ვათენებდი, ვიხრჩობოდი. აქაური კლიმატი ვერ ავიტანე იქიდან რო ჩამოვედი. ეხლა ვინც იქ იყო, მე მგონი ყველა არის ინვალიდი. ან მეორე ან პირველი ჯგუფის ინვალიდები ყველა. მაგას ყველას ეუნებოდნენ, даже იმას რომ შვილის გაჩენა არ შეიძლებოდა. მაგის გამო არ გარწკეთ. თავიდან მაგის გამო არა, მე რაღაცა პრობლემები მქონდა. მე უკვე შიშებიც დაიწყო, რომ ახლა რახან გეუნებიან რომ არა, ესე იგი არ შეიძლება და რა ვიცი. რა ვიცი, ახლა ის ვინც წაგვიყვანა, ვინც ითავა ეგ საქმე და ვინც იმ გაგვიშვა, ისინი გვაფრთხილებდნენ, რომ აი ესე რომ ჩამოხვალთ, რომ ესეთი სიტუაცია იქნება და არაფრით არ შეიძლება ესა და ვისაც არ აყავდა ოჯახი არ მიყავდნენ აქედან. პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ აღარჩინოთ შვილები არ დაოჯახდნენ. ხო, რამდენიმე წელი ისა ცოტა ის რა სტრახოკასავით არ გინდაო რა. შეიძლება ცოტა უხეში მე გაიზარდოს ის რაღაცა დეფექტები ქონდეს და ჯერ არაო. თქვენ დაოჯახებული იყავით? მე ორი ბავშვი მყავდა ყველაფერი და იმიტომ ბევრი ვიცი, ჩემთან ერთად ვინც იყო, ვინც არ იყო, ვდებით ერთმანეთს ხო მოდიან იქ, მარტო ჩვენ ხო არ ვიყავით. და რო ყვებიან და ესა და ეს პრობლემები, ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვებსაც რო აქვთ და ნამდვილად რა ვიცი ახლა ვისაც გარისკეს და იმ თქვენ დღეს მაინც ასე გიფიქრებათ ხოლმე, ანუ ნანობთ, ეგ გადაწყვეტილება რომ მიიღეთ თუ არა, სანან არაფერს არ ნანობ აბსოლუტურად. აბსოლუტურად არაფერს არ ნანობ. ის რაც უნდა მომხდარიყო, მოხდა უკვე და ნამდვილად არ ნანობ. ჩერნობილის ატომურ სადგურს საფრთხე რუსეთ-უკრაინის ომის პირველ ხანებშიც დაემუქრა. დღეს ის ისევ უკრაინის კონტროლირება ტერიტორიაზეა, თუმცა სანამ ომი გრძელდება, ეს სტრატეგიული ობიექტი ისევ საფრთხის ქვეშ რჩება.